თებერვალს დაამტკიცებს. ჯანდაცვის მინისტრმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელხაზზე საქართველოს მოქალაქეების ზარებს პირადად მოусმინა. ანდრია ურუშაძე საქართველოს სხვადასხვა რაიონის 50-მდე მოქალაქეს ესაუბრა. მოსახლეობამ შეკითხვები ძირითადად ენერგოვაუჩერებთან დაკავშირებით დასვა. უაუჩეროდ დარჩენილი მოქალაქეებისთვის სპეციალური სიები იქნება, აბონენტებს სიებში საკუთარი თავის გადამოწმებად ცხელი ხაზის მეშვეობით შეუძლიათ. ენერგეტიკის სამინისტრომ კი ელექტროენერგიის სუბსიდიის მიღება აბონენტთა რაოდენობა და ვაუჩერების დარიგების ოფიციალური დინამიკა გამოაქვეყნა. ის ასე გამოიყურება. თბილისი 97%, გურია 87%, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 98, კახეთი 87, იმერეთი 76, მცხეთა-მთიანეთი 61, სამეგრელო ზემო სვანეთი 78, სამცხე-ჯავახეთი 67, ქვემო ქართლი 80, შიდა ქართლი 79, ხოლო აჭარა 84%. მე პასუხობდი ცხელხაზს ძირითადი ინფორმაცია, რომელიც აინტერესებდა მოქალაქეებს, რატომ არ მივიდა დღემდე ვაუჩერი, მიმდინარეობს ვაუჩერის დარიგების პროცესი, ზოგიერთ შემთხვევაში კლიმატურმა პირობებმა შეაფერხა მიტანა, ზოგჯერ სიების დაზუსტება გახდა საჭირო, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობისათვის, მაგრამ მინდა ყველა ოჯახი დავარწმუნო, რომ ყველა ოჯახი, ყველა მოქალაქე, ვისაც ეკუთვნის, ყველა უკლებლივ მიიღებს ვაუჩერი.